TikTok ედიტორებისათვის გვაქვს საინტერესო გათამაშება. ვინც გააკეთებს ამ გადაცემაზე საუკეთესო ედიტს, მას გადავცემთ 500 ლარს. ამიტომ იაქტიურეთ. მოგესალმებით, მე ოთო ვარ და ეს ერთადერთი ინტელექტუალური თამაშია, სადაც არაა საჭირო იყო ყველაზე განათლებული. საკმარისია თავი ასე მოაჩვენო. დღეს ჩვენს მოთამაშეებს 25000 ღირებულების ჟეტონები დაურიგდებათ. თამაშის ბოლოს კი ერთ-ერთი მათგანი მოიპოვებს ყველა ჟეტონს და შესაბამისად გადავა სუპერფინალში, სადაც იბრძოლებს 2000 ლარისთვის. ვიცი არ ვიცი, საკითხავი აი ეს არის. რამდენიმე სუპერფინალისტი უკვე ცნობილია, თუ გაინტერესებთ ვინები არიან, აუცილებლად მოუყუროთ ჩვენს წინა ეპიზოდებს. მოდით მივესალმოთ ჩვენს დღევანდელ მოთამაშეებს. გიორგი კოკაია, ინფლუენსერი და ადამიანების გახსნის სპეციალისტი. მოგესალმებით. ნიკა გოგვაძე, მუსიკოსი, ტელეწამყვანი, ინფლუენსერი. აქავართ. გიორგი იზორია, იგივე ტაჰა 911, რეპერი. მოგესალმებით. და ცოტნე გოჩოლეიშვილი, იუთუბერი. ჩემი კრუპიე დაგირიგებთ კარტებს, მე კი ამ დროს აგიხსნით თამაშის წესებს, თქვენს და ჩვენს YouTube მაყურებელსაც, რომლებმაც აუცილებლად უნდა გამოგვიწეროთ. სანამ თამაშის წესებს აგიხსნით, მე მაინტერესებს რამდენად რისკიანები ხართ ზოგადად და აზარტულები. გიორგი, მე ძალიან რისკიანი ვარ ცხოვრებაში ზოგადად. მაგრამ მე დღეს მინდა რომ საკუთარი თავი დავამარცხო და ვიყო ნაკლებად რისკიანი. ნახოთ რა იქნება. კეთილი, ნიკა. ასე გემია მადლობა. საღამოშვიდობის მიყვარხართ, აქავართ, რისკიანები ვარ თუ არა ვართ, აქავართ და დრო უნდა გავატაროთ. ისეთი ვინც იმსახურებს, იმან უნდა გაიმარჯვოს. შენგენს. ტაჰა, ჩვენ აქ ვართ. ძალიან რისკიანი სამწუხაროდ. ზოგჯერ ხო, ნუ ძალიან რისკიანი ადამიანი. შვენიერი, ცოტნე შენ აზარტულს ვერ დავარქმევდი საკუთარ თავს, მაგრამ ესეთი სტილის თამაშები ძალიან მიყვარს და იმედია, კარგად გავარქმევ თავს და თქვენს წარმატებები მეგობრებო. აბა, ჯანი. გაგიმარჯვეთ, გენაცვალე, გაგიმარჯვეთ. რამდენი დადია? ეგრე რა. ამას ველოდებით. დიდი მადლობა, მშვიდობია ღამეს კეთილი, გესურვებთ. შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყოთ. ეს ვიცი არ ვიცია. თამაში, სადაც ფსონს შენი ცოდნიდან გამომდინარე აკეთებ. ვინ იცის რეალური პასუხი და ვინ არა, ეს არავინ იცის, მაყურებლის გარდა. თითოეული რაუნდის დასაწყისში მოთამაშეები ათავსებენ რაუნდის სათამაშო სავალდებულო ჟეტონებს. წამყვანი კი სვამს შეკითხვას. მაგალითად, რამდენი მეტრი სიმაღლის არის თბილისის ანძა? მოთამაშეები კრუპიეს მიერ დარიგებულ კარტებზე წერენ თავიანთ პასუხებს, რომელსაც რაუნდის მიმდინარეობისას ვერ შეცვლიან. პასუხების დაწერის შემდეგ მოთამაშეები ზრდიან ფსონის რაოდენობას, აგრძელებენ ფსონის გაზრდის გარეშე ან ტოვებენ რაუნდს. რაუნდის მიმდინარეობისას წამყვანი მოთამაშეებს ეუბნება ორ მინიშნებას. თითოეული მინიშნების შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის გაზრდა, ფსონის გაზრდის გარეშე გაგრძელება ან რაუნდის დატოვება. საბოლოოდ წამყვანი ამბობს კითხვაზე სწორ პასუხს და გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ახლოს არის პასუხთან. თუ თამაშის წესებს კარგად ვერ გაუგე, უყურე პირველ რაუნდს და მარტივად მიხვდები. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 100 ჟეტონი. მე მაინტერესებს თუ იცით ფილმი ტიტანიკის შესახებ რა. რა თქმა უნდა. ყველა ვიცით, ხო? აი სცენებია. ხო, აი პირველად რო უყურეთ მაგ ფილმს, როგორი ემოცია დაგეუფლათ. რატო გამახსენე? რამდენი იყო ტიტანიკის სიგანე? 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 ვიცოდი არა. გაიხარეთ. კენასვა სიამო. ესე იგი კონტრანს. აჰა, ნიკა ითვლის. ფესვი. კემერონმა რა თქვა? აუ მე როგორც ფოთელს გემები უნდა ვიცოდე კარგად წესით. სავარაუდოდ. აჰა, ისე ალბათ ბევრჯერ დაусვამთ ეგ კითხვა შენთვის 911 რატო? ანუ 2001 წელს რა როცა მოხდა ეს ტერაქტი ამერიკაში, ნიუ-იორკში. 11 სექტემბერს რა. ზუსტად მაგ დღეს დავიბადე რა. და რაღაცა გავხიდა თან რიცხვები ისეთი რაღაცაა რომ გასაგებია. მარტივად იმასწავლებს. შვენიერი, გიორგი კოკაია. მე როგორც ფოთელი ძალიან ბევრ გემთან მქონია შეხება ეს. მაგრამ არა ტიტანიკით. ამიტომ გავატარებ პირველ სვლას და გიორგიმ გაატარა სვლა. ნიკა. სასიამოვნოა. დაახლოებით ვიფიქრე და 3 კილომეტრი ძალიან დიდია. ალბათ 1 კილომეტრამდე შეიძლება იყოს ტიტანიკის სიგრძე.
და მიახლოებითი პასუხით გავყავი ჯერ 6-ზე, მერე 3-ზე, მერე გავამრავლე 15-ზე და მივიღე აი ესეთი ცოტას გავაზრდი 6-ს. ნიკამ გაზარდა ფსონი 200 შეტონით. აჰა. ჩემი აზრით კილომეტრი ძალიან ბევრი არის რა და ჩემი უფრო ახლოსაა ეგრე ვფიქრობ რა და მეც აჰა, მოგესხვა. ცოტნე. და მსჯელობებით. მაგრამ მოყვებით ვიდეო. ჩვენი არის ბანკი გასწორებულია. პირველი მინიშნება. სიგრძე იყო 269.1 მეტრი. როგორ 269.1 მეტრი. აჰა. თლად 1 კილომეტრი არ არის, მაგრამ ხო, გავყავით მერე რაღაცეებს. მე 200-ით გავზრდი. გიორგიმ გაზარდა ფსონი 200 შეტონით. შენ ტიტანიკზეც ხო არიყავი? შესაძლოა ასიანია ხო დიახ. 200 რატო გაზარდე, გიორგი? რაღაც მომცა ეთქვა მინიშნება. იქნება არასწორია მენიშნება. მინიშნება არ მგონია. არა, მინიშნება სწორია. ყოველთვის? ყოველთვის. რატო? გადამოწმებული ინფორმაცია. არ მინდაც მამა მაშინ თუ სწორია, აი ესე ვიზარ. რიგამ დაგტოვა. სიგანე მეწერა მაგდენ. ძმებო. არა, მართლა სიგანე მეწერა მაგდენ. რეის გო 1000 ხო შვილი რატომაც წარმოდგენა მქონდა რომ ყველა ძალიან ბევრს დაწერდა კილომეტრებში წავიდა და მე არც ისე აჰა, გაზარდა 1000 შეტონით. ცოტა. მე დავნებდები, იმიტომ რომ ძალიან მახინჯი გემი გამომივიდა და თუ 200 მეტრი სიგრძეა არი ვარგებს. გიორგი, შენ როგორც ფოთელი, მე როგორც ფოთელი და როგორც მეგრელი არ მეწყინება გამარჯვებული იქნება, იმიტომ რომ ორივე მეგრელები ვარ და ამიტომ მოდი გავასწორო. ბანკი გასწორდა. გათანა რო მეორე მინიშნება. ანუ ჩვენზე გაგიხარდება. ეს რიცხვი მეტია თებერვლის თვის დღეების რაოდენობაზე და ნაკლებია ნაკიანი წელიწადის დროს თებერვლის თვის დღეების რაოდენობაზე. მე მგონი მარტივია. ანუ ძალიან მე გავიგე. ოკეი. გითხრათ საიდან მე სადამდეა მივხვდი, დიაპაზონი. არა, მე მივხვდი უკვე. ჩეხლობით. რიცხვს ამიტომ მე კიდე 1000 შემოვა. გიორგიმ გაზარდა ფსონი 1000 შეტონით. ხო და სწორი პასუხი. გასწორა ბანკი. სწორი პასუხი არის 28.17 მეტრი. ერთი ნოლიანი მომეცილებინა იმ რა, ახლოს ვიყავ. 300-ისთვის და ეგ 28.17 მეტრი. კი ბატონო. საინტერესო პასუხია და შენ როგორც ფოთელი, გავატარებ. რა მე წვირი გავიგე გავხსნათ მაშინ კარტები. გიორგი 450. 450. გიორგი მოიგო. ბანკი მიდის გიორგის. მადლობა. აბა შენგენაც ბოლომდე გავაწევი. მივესალმოთ პატივიცეთ პირველ დარიგებას და ეხლა უკვე საინტერესოა რა აქ. შემდეგი რაუნდი. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 500 შეტონი. ავი გარუიცი ცოტნე შენი აზრით საქართველოში ვინ არის საუკეთესო რეპერი? აჰა, რა თქმა უნდა. სოფლიოში? კეთილი. კითხვა. ემინემის სიმღერაში Godzilla არის რეპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მონაკვეთი, სადაც ემინემი ერთ წამში 8 სიტყვას ამბობს. მითხარით, სულ რამდენი სიტყვა ამ ტრეკში? ისა სამანამანამანე ეგა? სამანამანა ეგრე იწყებს კი. გოძილაზე ხო Godzilla კი. ხო მან დეგრიან ხო არ იწყებს ზეპირად ვინ იცის ახლა და დათვალოთ ეს. ნიკა, აქა ვარ. შენი სიტყვა. ჩემი სიტყვა არის მეგობრებო, მოკლედ ვიფიქრე და ზუსტად ერთი წამის მეასეთში ხო არ მორჩებოდა ის დასრულება სიტყვის და მილიწამიც რო გადასდეს უკვე 3-4 სიტყვით აცდენა გვაქვს რა ზუსტად 8ჯერ რაღაცა არ ეს გუნდური ვიფიქრე. თამაში არა. ვიცი. ყურადღება შეკითხვა. ასე კითხვა. ნიკამ გაზარდა ფსონი 600 შეტონით. აჰა. ო ანუ რა თქმა უნდა იცი აქ ტრეკი. კი, ვიცი და ემინემი მან ფიტზე მარტო არ არის, ანუ არის ჯულს ვორდთან ერთად, რომელიც უფრო მღერის ვიდრე სიტყვებს ბევრს ხარჯავს რა. ამიტომაც, იმ მომენტის ჩათვლით ძალიან ბევრი სიტყვა არ დაემატებოდა ჩემი აზრით რა. ამიტომ რამდენს?
მე რაც მიწერია. ამდენს არ დაემატა. ანუ აი ემინემის სწრაფი მომენტიდან და ეს არ დამითვლია. ხო და მე შემოვაკიდე ეს. ახლა გაზარდა 1000 ჟეტონით. მე ფერებს შევმატებ ახალობას. ძალიან კარგი. გიორგი. მოდი მე დავწვევ. იმიტომ რომ ერთი მუსიკოსი გვერდზე მიზეს და მეორე უფრო გვერდზე. შესაბამისად ცოტა მე მოყვარული. შესაბამისად მე დავწვევი და უყურებს ეს. გიორგიმ დაგტოვა, ნიკამ. აი წვანებით შევმატოთ ბანკს. ბანკი გასწორდა. მათემატიკოს, მუსიკოს, ფიზიკოს ცნობაც აქვს. კეთილი. შეგვიძლია მოვისმინოთ პირველი მინიშნება. ამ წელს გერმანიაში ოტო პირველი მეფობდა, ხოლო ინგლისში ედგივე მშვიდობიანი. ეგ წლებია, ხო? ნიკა. ძალიან გამიხარდა ახლა ეს მინიშნება მართლაობა. მშვიდობია. უბრალოდ ძველი წელთაღრიცხვით იყო თუ არა ეგ არ მახსოვდა. და იქნებ შემდეგ მინიშნებას. შესაბამისად, როგორც პირველი ფსონი 600 შემოვალ ისევ. დიდი მადლობა. აჰა. ეს გავასწორებ. იმიტომ და ზუსტად არ ვიცი რა. მშვიდობიანის მეფობის პერიოდი არ ვიცი, ხო? სხვათა შორის ერთი სამარშრუტო ტაქსის ნომერს ემთხვევა ეს წლები. ბანკი გასწორებულია. მეორე მინიშნება. ჭირდება უბრალოდ. სწორედ Porsche-ს ეს მოდელი ითვლება ისტორიაში პირველ სუპერკარად. Yes. Porsche 27, ხო? ყველაზე ხო? 27 სიტყვა გიწევია? რა ვიცი. მეგობრულად გირჩევ 1200 შემოვდივარ და აი თვალისწინე რომ ბევრია. ნიკამ გაზარდა ფსონი 1200 ჟეტონით. რა, ზუსტად, ანუ ჩემი რიცხვია და 1200 შემოვალ მეც. ცოტა. სწორად მე- კითხვა სწორი იყო. დიდი ალბათობით წავაგებ. მაგრამ კართობა ლისთვის არის თუ არა? ამისთვის მეტი. ბანკი სწორი პასუხი. გასწორებულია. 959. ესე მარტივად? ესე მარტივად. 700. ესე მარტივად. ნიკამ ისო გაზარდა ფსონი 700 ჟეტონით. გაჩვენო. 700. ბანკი გასწორებულია, შეგვიძლია გავხსნათ კარტები. სანამ ვერ ვარ გავხსნა. უნდა გახსნა. კიდე ხარ გვაქვს სწორი პასუხის მერე შემოსვლის ეხლა შეხვედრა. ახლა შეხვედრა. ეს იყო? კიდე მინდოდა რომ წავა. ზუსტად იმდენი მიწერია, რომ გავიმარჯვებ. 202. მე წავაგე. 750. მე 113 გავაწურინე კიდე. ბანკი იმარჯვა მიდის ტახა. 1000. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. და პოპს სიმღერებსაც შევეხოთ. დიდი მადლობა. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 1000 ჟეტონი. მე ცოტა უნდა ავისვენო ახლა, თორე ძალიან ისე მიდივარ ჩქარ-ჩქარა. მეგობრებო, ლუც თუ სვამთ ხოლმე. შენ 2000 და ყველაზე მეტი რამდენი დაგელებიათ? აი, სოდეს ვარიანტი მაინტერესებს. არ ვიცი. აი, ნახო. ნახოთ არ ვიცი. ალბათ რა იყოს 10. შეიძლება მეტი. 10 ლიტრი? ხო. შემდეგი კითხვა. ანდრეას მიჰავეი, ფრანგი მოჭიდავე და მსახიობი, რომელმაც რეკორდი დაამყარა 6 საათში ამ რაოდენობის 330 მილილიტრ ლუდის ქილის დალევით. რამდენი ქილა დალია 6 საათში? ქილა თუ ლიტრი? ქილა. 330. 330-იან. თუ სწორად მახსოვს. ცოტნე საათში ამდენ კილოს ოფი. 93-იანს. 93-იან საათში კიდალებს კაცი თუ მოინდომა ერთი 7-8. აჰა. მე ჩემი განაცხადი. ლუც თუ სვამ ხოლმე. ლუც? მე ვიცი, უფრო ზაფხულში ხა. ზამთარში არა. ზამთარში არა. მაგრამ ჩემი აზრით დაახლოებით სწორად მივწავედი რა. შესაბამისად შენი სიტყვა. სიტყვას და ფსონის, ხო? შეგიძლია უბრალოდ გაატაროს სვლა. ხო, მაგრამ ალბათ მინიმალური ფსონი არის 1000. 1000. ეხლა ნელა ის. ხო.
მაგრამ ნერვიულობა შეინიშნება. ტაჰამ გაზრდობსონი 1000 შეტონით. 2. სამდურად იცი პასუხი და იმიტომ 1000 შეტონით. არა. რამდენი? 2000 ჟეტონით ცოდნე. შენ 2000 და აი ხლა მივხვდი ამ თამაშის აზარტს, ხო? რას მივხვდი აბა? რომ შენი პასუხი იცი რომ არასწორია, მაგრამ ის შიგნიდან გებძვის რომ იმისი უფრო არასწორია. აი ეგ არის აზარტული ხა და მე ვიცი რასაც ვიზავ შენ ისმის შემდეგ. ნიკა. დასამატებელი, ხო? დიახ. ეს ხო? გიორგი, პირველი მინიშნებისთვის მზად ხარ? ყოველთვის. პირველი მინიშნება. ეს რიცხვი არის საგანგებო შემთხვევის სატელეფონო ნომერი იაპონიაში. იაპონიაში თუ ყოფილ ხარ თუნდაც? არა. ტაჰა. ახლა ვიხსენებ რამე ანიმედან ხო? სად რეკავდნენ? ხო, სამე ხო არის. საერთაშორისო არ არის? არა. ჩვენთან რა? 112 ხო? ჩვენთან 112. ამერიკაში 911 და საშუალო არითმეტიკულით მაშინ სწორი პასუხი მეწერა. მგონია რომ ორნიშნა იქნება რა, რატომაც. და გავსდი, გავსდი 500 შემოვა რა. თუ 1000-ია ხო, 1000 შემოვა. ტაჰამ გაზრდობსონი 1000 რატომღაც შეტონით. გული მიძნებს. ცოტნემაც 1000. 1000 შეტონით. თუ გინდა აქ დავდო ხოლმე რომ. დაამატე 1000? არა, ნუ გავასწორეთ ხო? უპასუხო. გასასწორებელი. პასუხი. მაგათას. ზეიდან 2000 დაამატე. გიორგიმ გაასწორა ბანკი. მეორე მინიშნება. ტაჰას ნიკნეიმში ეს სამი ციფრი არის, მაგრამ სხვა თანმიმდევრობით. 1-1. შეგახსენებთ ტაჰა 911. მოღონ სხვა თანმიმდევრობა. მე მგარში მოტრიალებს ეს. ესე გამოვიდა. ვისაც მეტი ფული აქვს, ანუ 9-იანით ყველა ვარიანტი აღარ იწყება. მაგრამ 9-1-1-ის მაგივრად 9 ის 1 და 1 ეს ხო შეიძლება იყოს. არის არ გამ. არა. ცოტნე. დავამატოთ 1000. ჩვენი არ შეგვიძლია მოვისმინოთ სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის რა თქმა უნდა 119. ცოტნეს ჩემი. ცოტნე. ცოტნემ გაზარდა 1000-ით. გიორგიმ პასუხი. გავხსნათ კარტები. 80 ცოტნე. 63. ბანკი ცოტნესთან. გადავიდეთ შემდეგ რაუნდში. არა, რაღაცა ეგეთი ეს მწვანეები გამოდის, უნდა ვიშოვო. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 2000 შეტონი. 2000? დიახ. თქვენი აზრით საქართველოში მამაკაცების რამდენი პროცენტი ვართ მელოდი? ბოლომდე მელოტები არის. უცლებიან თუ ბოლომდე მელოტი რო არ არის. 20. აი რო არ ნებლებიან. რასაკამდე აი ეგ ზოგადად მამაკაცების. მაშინ 30. შემდეგი შეკითხვა. რომელი ქვეყანა არის პირველ ადგილზე მელოტი მამაკაცების პროცენტული მაჩვენებლით? მეც დავაფიქსიროთ მინიშნებს პასუხები. საქართველოს რო ჩავწეროთ ახლოს უფრო ვიქნებით. ახლოს რო იქნება როგორ უნდა ანუ რუკაზე? კი ბატონო, გეოგრაფიულად ისი პასუხიც იქნება ახლოს სწორ პასუხთან, ეგ იმაგრებს. ცოტნე. 2 ხო? დიახ. მინიმალური 2. რას ფიქრობ გიორგი? მეც გავასწორებ. გიორგიმ უპასუხა 2000 შეტონით. აი პირველ მინიშნებას დაველოდები რა, მაგრამ აი უნდა გაასწორო. რამდენად მიღის ახლა ამერიკა დავწერო, საქართველოს დავწერო თუ გერმანია. მე მგონი ზუსტი მიწერია. მეც ეგრე ვფიქრობ. განაწილდება 3-ზე მაშინ. დიახ, დიახ. მოდი რა. თქვენ აწყობილ ცხოვრებას. აბერედ ჯიგრებო. კი ბატონო, იგამ დაგტოვა ტაჰა. მე გავქოლავ, იმიტომ რომ მგონი სადღაც შემხვდა ეს რაღაც სტატისტიკა რა. მგონი სწორად არ ეცემდი მაგ სტატისტიკას. არა, სკროლს რო შემხვდა რა. ეთყობა რაღაცას მიმანიშნებს. ბანკი გასწორებული. მოვისმინოთ პირველი მინიშნება. ეს ქვეყანა ცნობილია უცნაური ფესტივალით, რომლის თანახმადაც მოქალაქეები ერთმანეთს ესვრიან პომიდორებს.
გაიხარე. ზუსტად ეგ წერია, ხო? ცოტნე. მე ვიცი შენ გულს შემატკირო, ბაბა. შენ ეს სად ესვრენ ერთმანეთს პომიდორებს? ეს ქვეყნების მეტი რა. სადაც პომიდორი კარგად მოდის. 2700. ცოტნემ გაზარდებს სონი 2700 შეტონით. გიორგი. გონია რომ სწორი პასუხი მიწერია, მაგრამ დავწვევი. დაჰა. მეც მგონი არასწორი მიწერია, იმიტომ რომ ეს სადაც ჩავწერე იქიდან პომიდორი არ მოდის. და პომიდორი არავის უსურია. კაი რა 2700 უნდა გავასწორო. დიახ. კაი გავასწორო. წენა რომ დავწექი ვინანე და ვინანე. ბანკი გასწორებულია. მეორე მინიშნება. სოფლიოში ყველაზე ცნობილი საფეხბურთო დაპირისპირება, რომელსაც ელ კლასიკო ეწოდება, ტარდება ამ ქვეყანაში. ცოტნე. მოდიხარ, ზო? რა შვები? მოდიხარ თუ კეიფო. მოდიხარ თუ კეიფო. ოსტი რა. ამიტომ ცოტნემ გაიმარჯვა, მე უბრალოდ გავაჟღერებ სწორ პასუხს, რა თქმა უნდა, ეს არის ესპანეთი. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 3000 შეტონა. აბა, ყველაფერს ვიგებდი და წავაგე. მე მაინტერესებს თუ გახსოვთ ძველი სერიალი იყო ეგეთი X-Files-ი. ნეტა გაქცევა Lost-ი რამე ესეთი გეთქვა. სოდეს ახლა. მიყვარდა ძალიან და 3000 შემოსვლა რო არავის არ უნდა. არ ახსოვს? შესაბამისად მაგ სერიალზე იქნება შემდეგი კითხვა. სერიალ X-Files-ში რა ნომერს ატარებდა ერთ-ერთი მთავარი გმირის აგენტი უილიამ მულდერის ბინა? ო გამახსენა ახლა. ცოტა შენი ბინის ნომერი რა? 9. ძალიან მარტივად. სამწუხაროდ ხო ცოტნე ვიცი ეგ სერიალი ხო? ეგ გამახსენე. ხო, მაგრამ ის არ ახსოვს. ეგ ისეთი დეტალია, რომ თავარი არ ახსოვს. დავიწყოთ გიორგი შენი სიტყვა. მოდი მე არ მაქვს ეს სერიალი ნანახი ვერც დავიჩემებ რა იმეს ინტუიციას ვენდობი და გავატარებ დაველოდები მოთამაშეებს ასე და ჩვენია. გატარების დათანხმება მომიწევს მეც და სერიალი მახსოვს არ მაქვს ნანახი. მეც ასე. რა თქმა უნდა ცოტნემ გაზარდებს სონი 3000 შეტონით. გიორგიმ დაგტოვა. ესა წინა რაუნდში შენ რომ დაგტოვე აღმოჩნდა რომ შენ იგებდი მაგრამ არა მარტო წინა რაუნდში. შესაბამისად უნდა დაწვეს. დაჰა. ეხლა ბანკი გასწორებულია. პირველი მინიშნება. ამ რიცხვის ჰერცი ითვლება ყველაზე სევდიან ხმად. ექცი. აიო რა თქვა? დაჰა. ეგ შენ უნდა იცოდეს, მე ჰერცები და ისინი ვაფშე შორს ვარ. მითხარ რა და მეც ამანერვია. მოდი არ ახლა გაზარდა 3000 და ცოტნემ უპასუხა. მეორე მინიშნება. ლოგიკურად წავედი. ზუსტად 13 წელიწადში ამდენი წლის გავხდები. შენ 29 წლის ვარ მე. თუ დაგეხმარებათ. ჩემი სვა პირველი. ხო. ახლა გაზარდებს სონი 5000 შეტონით. 10000. ცოტნემ უპასუხა 10000. ვაი და ბანკი გასწორებულია. სწორი პასუხი რა თქმა უნდა არის 42. ამერში. შეგიძლიათ კიდევ დავუმატოთ, სულ შეგიძლიათ გაატაროთ. რავი აღარ არის. პოლინი? ხო რა. აქ მაინც არ გამოდის 3000, მაგრამ გავასწორე. რაც არის ეგ. გავხსნათ კარტები. დავაი. 3 2 გაიმარჯვა სოტნემ. და შესაბამისად დაჰამ დაგტოვა. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 4000 შეტონი. გაიხარე. მადლობა. დიდი მადლობა ოსკარის დაჯილდოებას თუ უყურებთ ხოლმე? მე უყურებ ხშირად ხშირად, ანუ ბოლოსაც უყურებთ. კი. ვინ მოიგო? რომელმა ფილმმა? შეიძლება პასუხში დამეხმაროს ეს ყველაფერი და რატომ უნდა თქვენი ნება. საშუალო დონის პასუხი იყო გიორგი. დიდი მადლობა შენ გაგიმარჯვეს როგორც შენ მიყვარ ხარ ძმაო. კეთილი, მოვისმინოთ. მეც რო მოგიერთო. ახავართ. რომელ ქალაქში ჩატარდა პირველი ოსკარის ცერემონია?
რა კარგია რომ უყურებ ეგეთ რაღაცას. გაიხარე, დიდი მადლობა. დამაბნეველი ვერ ხარ. ნიკა, შენი სიტყვა. არ მინდა რომ გავარდე. ნუ, ეს ერთი წუთით. ნუ ხო, მაგრამ იქნება გიორგი კოკაიას ვახსენებ, რომ ჩემო მყვეს და მეტი ჩიპი წამოვიღო. ხო ესეა, კი, რა გიორგი. თქმა უნდა. ხო და და შენი მესმის. მე გაჩვენებ პასუხს, ბოლოს რა მეწერა რომ კი. ჩეკს ვიზამ და მე შემოვდივარ ოლნიც. გიორგიმ გაზარდაცონი 10400 არ არის შეტონი. ბევრი შენთვის. არა, ბევრი არ არის ხო, მაგრამ პრინციპში ხომ მოდი გავერთო 1000. როგორ მშვიდობები ახლა ფიქრობ გიორგი კოკაიას დიდ მადლობას. შესაბამისად კითხულობ პირდაპირ სწორ პასუხს. კი ბატონო. სწორი პასუხი არის ლოს-ანჯელესი. ოუ, კაი, ძმა მოატრიალე რა. ლას-ვეგასი, მაიამი, რომელია ახლა უფრო ახლოს გეი? ლოს-ანჯელესი. გაიმარჯვა ბანკი გიორგი მიდის კოკაია. გიორგის. მადლობა სატანე. შემდეგი რაუნდი. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 5000 ჟეტონი. ვიდეო თამაშებს თუ თამაშობთ? ყოველთვის. და რომელ სათამაშო კონსოლს ამჯობინებთ? მე მეკითხები? 2018 კარგი იქნება თუ ბიჭოთი არ კონტროლერები მომართავ. ჩემი. ძალიან გამიხარდება. PlayStation-ი სავარაუდოდ. არა? არა, მანამდე დენდი, სეგა კი არა, რა ქვია? კი, სეგა, ხო, სეგა. კეთილი, მოვისმინოთ შემდეგი კითხვა. ისმენთ 1972 წელს გამოვიდა პირველი ვიდეო თამაშების კონსოლი სახელად Magnavox Odyssey. რამდენ ბიტიან კონსოლად ითვლებოდა ის? დიდი მადლობა ბატონო წავყვანო. დაიხარეთ. ცოტა შენი პირველი კონსოლი რა იყო? Nintendo Nintendo. ალბათ. ის იმას რა ერქვა Game Boy, ხო Game Boy რა. ჩეკ დაველოდები სხვებს. ცოტა მე გაატარა სვლა. რას იზამენ და მე ძალიან არ მინდა რომ ნიკუშამ დაგვტოვოს. ამიტომ ეს გავატარე. და მოდი მთლიანად თვითონ გადაწყვეტოს დატოვებს თუ არა ამ თამაშის შემდეგ თამაშის. ორი ხელი ამიწევია ძმებო, მადლობა, მეყარხართ იმის შანსისთვის რომ შემდეგი მინიშნებაც მოვისმინოთ და მზად ვარ. კი ბატონო. მოვისმინოთ. 1961 წელს გამოვიდა სუპერ გმირებისგან დაკომპლექტებული გუნდის პირველი კომიქსი, რომლის სახელწოდებაში ფიგურირებს ეს რიცხვი. კომიქსებს თუ კითხულობ? კომიქსებზე გადაღებული ფილმები თუ ის? კომიქსებსაც ვკითხულობ, ფილმებიც მიყვარს და გიჟდები მაგ ყველაფერზე. 1961 წელს გამოვიდა. დამაჯერებელი პასუხი იყო რომ კი ბატონო. ეს არა, მე ვიცი ჩეკ და მე არ ვიცი. მე მგონი ხვდები რა ზეს. 1961 წელს გამოვიდა ამ გუნდის პირველი კომიქსი. კარგი, მე გავატარე. თქვენ თუ გაქვთ სურვილი რომ ჩაერთო თამაში, მე გაძლევთ მაგის საშუალება ჩვენ უბრალოდ. ორივე დაწვევით? არა. შენ თუ გინდა თამაში. ეს ხوار გიგო. არა, სასიამოვნო ბანკია მიმზიდველი და ჩვენ გაძლევთ შანსს რომ ითამაშო. დიდი მადლობა. მაშინ გავატარე. მეორე მინიშნება. ჰარი პოტერში ჰოგვარტსის სტუდენტები სუსტად ამდენ სახლში ნაწილდებოდნენ. ოლინი ჩემ. აბა შანს გაძლევთ. ხო, შენ გაძლევ. შენ მართლა? ნუ რამდენია რავი. მე დავწვევი, არა, დავწვევი. არა. ნიკა. მე მგონია რომ მაინც მოვიგე, მაგრამ fold. რატო შემოსული ხო. მინდა რომ შემდეგი კითხვაც სწორი პასუხი არის 4. 4. 4? Fantastic Four და ის Hogwarts-ის. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 10000 შეტონი. მოვისმინოთ შემდეგი კითხვა. საქართველოს რეკორდების ფედერაციის ვებ-გვერდზე ნახავთ ინფორმაციას, რომელიც უგრძელესი მანძილის გავლაა მოტოციკლით წყალზე. დაასახელეთ, რამდენი მეტრი გაიარა მოტოციკლით წყალზე გიორგი გახელაძე. ახ, ვიცი, მე მგონი, მაგრამ არ მახსოვს. ფიქრობთ. მე გავატარებ. ცოტნე. კი ბატონო, მეც გავატარებ. პირველი მინიშნება. ძველი აღთქმის მიხედვით იაკობს ამდენი შვილი ჰყავდა. შვენიერია.
მივხვდი რომ 2000-მდე ალბათ ხო? კაი ხარ. გავატარებ კიდე ცოტნეს დაველოდები. თამშიშვილი ყავდა. ხალ გავატაროთ არა მეორე. მეორე მინიშნება. ეს მანძილია ქობულეთიდან ფოთამდე. კი ბატონო. რა გავატარებ? და შემოვალ 1000. გიორგიმ გაზარდებს 1000 შეტონით. ულეთიდან ფოთამდე. გავასწორე. ცოტნემ გაასწორება. სწორი პასუხი არის 33000 მეტრი. 33000 მეტრი. დიახ. კი ბატონო. რამდენი? ხო? 33000. 1200 მეტრ რამე. მოვიგე. ბანკი 2000 მეტრი მოვიგე. ნუ არა ეს ირებიც. კი ბატონო, გაიმარჯვა ნიკა. ბანკი მიდის ნიკასთან. გაიხარე. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 20000 შეტონი. ფეხბურთს თუ უყურებთ? კი. იშვიათად. ნუ ვინც უყურებს, ალბათ გეცოდინებათ ის ცნობილი დაპირისპირება რონალდო თუ მესი. აბა ეგ ეხა ვინ არის? თქვენი აზრი მაინტერესებს, რომელი? მესი. რონალდო. რატო? შრომის მოყარე, გაუჩერებელი. აზრი არა. ერთი ზიდანი. რონალდინიო. მესი ყველაზე ლამაზი. უფრო მევასება. კრისტიანო რონალდომ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის ოფიციალურად წელიწადის განმავლობაში 208.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც თვეში 17.3 მილიონი გამოდის. მითხარით, რამდენ ლარს გამოიმუშავებს რონალდო წამში? წამში? ერთი წამში. ლარი. ეხლავე ძმაო. ვინაიდან ნიკა და გიორგი all-ins არის შემოსული, დავაფიქსიროთ პასუხები და შემდგომ სწორი პასუხი. 10000 რო აჩქარ თუ შეიძლება. 5-ზე გავყოთ 2 წუთსა ეხლა მე და რო ვიხმაო რომ შენ მაინც ჩეკრებ? ერთ ხო რა დავამთავრე. 1 2 3 4 5 აუ, დავებენი, ხო. 12 30 67 78 103 დრო ხომ არ ჯერ ეს 20. არა. აი, გეხვეწები ხო. 260. ანგარიშო ადამიანი ვარ. 933 აიო, აუ, საერთოდ დავიბენი, გთხოვთ მეგობრებო, რა გამომანგარიშებინეთ. ისედაც all-in-ზე ვარ, გიო. მე სოლინზე ვარ. თუ გადარჩენ. შენს მოწინააღმდეგეებს არ ქონდათ ამდენი დრო. ეხლავე 50. ისე რომელი ლუდი ჯობ. ჯობია? ხო. მოდი რეკლამის გარეშე არის. ვინაიდან ნიკა და გიორგი არის all-ins, ზოგადად ამ შემთხვევაში ვკითხულობთ სწორ პასუხს პირდაპირ. თუმცა ძალიან მაინტერესებს თქვენი რეაქციები მინიშნებებზე. და მინდა რომ წაგიკითხოთ ორივე მინიშნება და სწორი პასუხი. ამ მონაცემებით 1 ევრო უდრის 3.12 ლარს. მეორე მინიშნება. ამ ნომრიანი მაისური თამაშობდა ზიდანი იუვენტუსში. სწორი პასუხი 21. 21 ლარს წამში? გავხსნათ კარტები. ძალიან დიდი დავწერე რატომღაც. გავხსნათ კარტები. 7500 ლარი. შენ? მეგობრებო, მოვიგე მაშინ. 5000. მოვიდე. ბანკი მიდის გიორგი. 1200 თავიდან რო. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 50000 შეტონი. მორგან ფრიმენი თუ იცით ეგეთი მსახიობი. კი. რომელ ფილმზე გახსენდებოდა? ჯიმ კერის კი არა და ყოველი შემძლე ბრიუსი. სულ რამდენ ფილმშია გადაღებული მორგან ფრიმენი? ჯერ რამდენი წლისაა ეგა საინტერესო. მაინც ფულში დოკუმენტურები ითვლება? ყველა ფილმი სადაც ჩანს მორგან ფრიმენი. არა, YouTube-ში რამდენჯერ არის მიწეული ეგეც. პირველი მინიშნება. პირველ ფილმში გადაიღეს 1960 წელს. საქართველოში ცნობილი გვარია. ანუ ეს რიცხვი და პლუს ანი. ანუ ამ რიცხვს დავამატებთ ანის. მივიღებთ პასუხს. ძალიან კარგი იყო, შემართებით ვარ. სწორი პასუხი არის 110. ძალიან კარგი. შენ რამდენი გიწერია? გავხსნათ კარტები? 21. 50. გიორგი 7 ალბათ, ხო? 48. აი მარჯვენა ცოტნე. ბრავო! შეგვიძლია მიულოცოთ. ეს
ძვაკაც სურათი. კი, კაც, რაზეა საუბარი. ხო, კიდევ ერთხელ მიულოცოთ ცოტნეს. მადლობა ბიჭო. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, ზოგადად როგორ მოგეწონათ დღევანდელი თამაში, რას ფიქრობთ ამ ვიცი არ ვიციზე? საინტერესო თამაშია, აზარტულია, რაც თავარია და ხო გეუბნებიან მთლიანი ჩაწერის განმავლობაში ძალიან დასტრესილი ვიყავი და როცა მომეხსნა ეს სტრესი, მაშინ წავაგე. მაშინ დათავდა თამაში. მაყურებლებს ვეთქვი რომ გამოიწერო ნახე აუცილებლად და ამ პროექტს უნდა გვერდში დადგომა ჩემი აზრით. მადლობა გიორგი. ნიკა, შენ რას ფიქრობ? გეწყინა თუ არა დღეს წაგება? არც ერთ შემთხვევაში ისეთი სიამოვნება მივიღე, რომ არ ვიცი რა, მადლობა შენ და ყოველთვის ესეც საინტერესო სიახლეებს გთავაზობ ხოლმე და მიდი მოდივართ, აქავართ, არ გაჩერდე. მადლობა ამ სიამოვნებისთვის, რაც ბევრი ადამიანისთვის უკვე გაიღეს. და მაშინ შენ რას ფიქრობ? მე ძალიან ვისიამოვნე, ანუ ძალიან აზარტული თამაშია მართლა. ითამაშებდი თუ არა კიდევ? კი, აუცილებლად და ანუ ეხა პირველი რო იყო რა, სტრატეგია მაინც არ მქონია რა, ეხა რომ ცოდნო და ბოლოში 50000-ს ატრიალებთ. გვაქვს საშუალება. ბოლოსკენ შევინახავდი რა ყველაფერს, ანუ ძალიან გამიხარდა და უგულო. მადლობა რომ მობრძანდით ეს. და ცოდნე. ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან. როგორია აი მოგება? აი ძალიან სიამოვნო არის. 2000. მე თვითონ შოკში ვარ, როგორ მოვიგებ გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ გამიმართლა ხშირ შემთხვევაში და ძალიან სასიამოვნოა პირველ რიგში გარემო, კარგ ადამიანებთან ერთად ესეთი სახალისო თამაში და წარმატებები თქვენ და მაყურებელს აუცილებლად და ლაიქით არხი გამოიწერეთ და ვერჩი დაუდექით ამ არაჩვეულებრივ ხალხს. კიდევ ერთი სუპერფინალისტი გაირკვა. თქვენ კიდევ დამიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ვიცი არ ვიციზე, დაალაიქეთ ვიდეოები და დაელოდეთ შემდეგ ვიცი არ ვიცის. მადლობა.